44 წლის მამაკაცი, რომელმაც ქარელის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი პოლიციის ორი თანამშრომელი დაჭრა, დაკავებულია. განზრახმკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნიში 1991 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი 1975 წელს დაბადებული პირი მოკლა. ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები. რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს. პოლიციელებსაც ხოესულა და მანქანა იგი გაიცა იქ ესულა პოლიციელებს და ბიჭებმა თქვეს ეხლა თვითონ პოლიციელებმა იმაში აქ მოხვედრილი და შეეცებენ პოლიციას ოპერაციას. ვინც დაიჭირა საგეც იყო მაქსუთ ფაზა. ხო, დაცვა. დარბაზში იყო იქა და იქიდან ტაქსი მოუყვანია აქამდე ნაცვლად დალია რა ვიცი, ისე არა სვამს. სანადირო იარაღით ამაგდენიც არ ვიცი, თოფი იყო თვითონ ბიჭებმა თქვეს ორი გასულა აქ გავიგე, აიცა სეპარატისტები და 4 გასულა იქიდან გავიგე. იქა უკვე მასა პოლიციას და თანიგინებოდა. თქვენი ჯედაო გაქცეულა ქვით და თვითონ ვინც იყო ის პოლიციელები სამნი ორი დაიჭრა და ერთი რაღაცა. უილა უბრალოდ ესროლა და მოკლე სახში შეეჭრა და ესროლა. მეტი არაფერი. ვინ არის ეს დააკო ვინც ესროლა? მეზობელია, ნათესავი ბიჭია. სიძე იყო, ოჯახი სიძე იყო და იმას ესროლა. 40-ში იყო სიდედრისა ის ბიჭი, რომელიც მოკლეს. და იქ მოვიდათ რამე საფრანგეთში სადღაც ყოფილა და იქიდან ჩამოვიდა ძოშვინი წაიყვანა და გუშინდილით ჩამოვიდა და დეგამბავი მოხდა მე.